მოგესალმებით. დღეს ფრანც კაფკას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სიმართლე გითხრას შემაძრწუნებელ ნაწარმოებს უღმავდებით მეტამორფოზას. ჩვენი წყაროა დეივიდ უაილის ინგლისური თარგმანის საკვანძო ამონარიდები. და გვინდა რომ შენთან ერთად ჩაუღრმავდეთ გრეგორ ზამზას ამ წარმოუდგენელ გარდასახლას, მის ბრძოლას, ოჯახის რეაქციებს, იმ იზოლაციას, რომელიც ამ ტექსტიდან ძალიან მკაფიოდ იკითხება. მზად ხარ? აბა წარმოიდგინე ერთი წამით, იღვიძებ დილით და ხვდები რომ რაღაც საშინელ უცხო მწერად ხარ ქცეული. მოდით ჩავყვეთ ამ ძალიან უცნაურ ამბავს. ყველაფერი იწყება იმ მომენტით, ხო, როცა გრეგორ ზამზა იღვიძებს და საკუთარ თავს საწოლში ფოულობს როგორც საზარელი მწერი, monstrous vermin, როგორც ინგლისურ თარგმანშია. და ტექსტი არ იშურებს დეტალებს. აღწერს ჯავშანივით მაგარ ზურგს, მუქ ყავისფერ სეგმენტებად დაყოფილ მუცელს და უამრავ ძალიან წვრილ ფეხს, რომელიც საცოდავად ფართხალებენ მის თვალწინ. და იცი რა არის საინტერესო? ეს კონტრასტი მის ამ მდგომარეობასა და ოთახს შორის. ოთახი ჩვეულებრივია, ადამიანური, თითქოს ცოტა პატარაც კი. კედელზე ტექსტილის ნიმუშებია, მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმული ქალის სურათი ბეწვის ქუდში. მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც ისაა, რომ ამ კოშმარული რეალობის პირისპირ გრეგორის პირველი ფიქრები სულაც არ ეხება იმას თუ რა დაემართა. არა, ის სამსახურზე ფიქრობს. ეშინია ხუთის მატარებელზე არ დააგვიანდეს. ღელავს უფროსი რა სიტყვის, ის ხომ მოგზაური გამყიდველია, სულ გზაშია. კი, და ის ზუსტად არის თავიდანვე ძალიან დამაფიქრებელი. რატომ არის პირველი რეაქცია ეს სამსახურეობრივი შფოთვა და არა, ვთქვათ, ეგზისტენციალური შიში ან გაოცება. ეს ძალიან ბევრს გვეუბნება მის შინაგან სამყაროზე, ალბათ გარდასახვამდეც კი. შეიძლება ეს იმის ნიშანია, რომ ის უკვე იყო გაუცხოებული, რუტინისგან, სამსახურისგან, დეხუმანიზებული, ანუ ადამიანული თვისებები ჰქონდა დაკარგული. ტექსტი ხო გვიყვება, რომ მას მძიმე კარიერა ჰქონდა, სულ სტრესში იყო, ადრე ადგომა ადამიანს აბრუებსო, სულ მგზავრობა, მატარებლების ლოდინი, არარეგულარული კვება. ისეთი ზედაპირული კონტაქტები ადამიანებთან, რომლებიც გულთან ახლოს არასდროს მიდის. და ის ხო ამას იმიტომ აკეთებს, რომ მშობლების ვალი გადაიხადოს. სულ იმაზე ოცნებობს ფული დააგროვოს და ერთ დღესაც მიახალოს უფროს რომ მიდის. ანუ რა გამოდის? საკვანძო აზრი შეიძლება ის იყოს, რომ გრეგორის ეს შინაგანი მწერად ქცევა, მისი იზოლაცია, ეს მექანიკური არსებლობა ფიზიკურ გარდასახვამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მისი ცხოვრების წესის გამო, რა ვიცი. ხო, მართლაც საინტერესო კუთხეა. თითქოს გარეგნული წვლილება უბრალოდ შინაგანი მდგომარეობის გამოვლენაა, ხო? და ეს ახალი ფიზიკური ფორმა მის ყოველდღიურ ბრძოლას რაღაც აუტანელს ხდის. ამონარიდები დეტალურად აღწერს, როგორ უჭირს უბრალოდ საწოლი და რომ წამოდგეს, ჯერ სხეულის ქვედა ნაწილს ცდილობს გადაწიოს, მერე ზედას, მაგრამ ეს ახალი სხეული უცხოა, მოუქნელია, ვერ იმორჩილებს. ის უამრავი პატარა ფეხი ტექსტში წერია, განუწყვეტლივ მოძრაობდნენ სხვადასხვა მიმართულებით და მასსა კონტროლის საერთოდ არ ქონდა. ყოველი მოძრაობა მტკივნეულია. ფრუსტრაციას გრძნობს უმწეობას. და აქ იწყება მეორე პრობლემაც კომუნიკაციის კრახი. როცა დედამისი პირველად აკაკუნებს კარზე, ეძახის, გრეგორი ცდილობს უპასუხოს, მაგრამ მისი ხმა ისიც შეცვლილია. ტექსტი ამბობს, რომ ეს არის ტკივილიანი და შეუჩერებელი წრიპინი. სიტყვები თითქოს ისმის, მაგრამ ისე დამახინჯებულად, რომ გაურკვეველია საერთოდ გაიგო თუ არა რამე მსმენელმა. დიახ, ეს ფიზიკური ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება კონტროლის დაკარგვას, ქმედების უნარის დაკარგვას. გრეგორი ფაქტობრივად საკუთარი სხეულის ტკვე ხდება. ეს სხეული მისთვის ციხეა და ამას ემატება კომუნიკაციის ეს ტოტალური რღვევა, რაც კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ყველაფერს. მას ესმის ოჯახის წევრების ყოველი სიტყვა, დედის შეშფოთება, დის კითხვა, გრეგორ, ცუდად ხომ არ ხარ? მამის მოთხოვნა რომ კარი გააღოს, მაგრამ მათ მისი აღარ ესმით. მისი ხმა, როგორც მერე პროკურისტი ან უფროსი კლერკი იტყვის, ცხოველის ხმაა. და ეს ძალიან მნიშვნელოვან კითხვას ბადებს შენთვის როგორც მსმენელისთვის. როგორ იცვლება ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ადამიანური კავშირები, როცა პირდაპირი სიტყვიერი კომუნიკაცია შეუძლებელი ხდება, როცა ვეღარ ვახერხებთ ერთმანეთს აზრები და გრძლობები გადავცეთ. ამ მომენტიდან იწყება გრეგორის საბედისწერო დაშორება ყველასგან, მათ შორის საკუთარი ოჯახისგანაც.
ხო, და ეს დაშორება მართლა კატასტროფულად სწრაფი ხდება, როცა ოჯახის ამ შფოთვას სამსახურის შიშიც ემატება. რადგან გრეგორი დროზე არ გამოცხადდა სამსახურში, კომპანიიდან მოდის უფროსი კლერკი, პროკურისტი, რომ გაარკვიოს რა ხდება. გრეგორი პანიკაში ვარდება. ისევ და ისევ მისი მთავარი სადარდებელი საკუთარი მდგომარეობა კი არა, სამსახურის დაკარგვის შიშია. ის ხომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო იმ მომენტში. სასოწარკვეთილი ცდილობს რაღაც აუხსნას მიმართოს პროკურისტს, მაგრამ არაფერი გამოსდის. წარმოუდგენელი წვალების ფასად კბილებით და ყბებით ატრიალებს გასაღებს საკეთში და აღებს კარს. და აი, სწორედ აქ ხდება პირველი პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი. და რეაქციაც, რა თქმა უნდა, შესაბამისია. შოკი, ზიზღი, შიში, პროკურისტი ხმამაღლა ყვირის, და პირზე ხელს იფარებს, უკან იხევს და კიბეებზე გარბის. დედა, რომელსაც ალბათ ბოლომდე სჯეროდა, რომ გრეგორი უმბრალოდ შეუძლოდ იყო, შვილს ამ ფორმაში რომ ხედავს, გონებას კარგავს და იატაკზე ეცემა. მამა კი თავიდან თითქოს დაბნეულია, მაგრამ მალევე მთრულად განეწყობა. ტექსტში წერია, როგორ კრავს მუშტებს, თითქოს გრეგორის ოთახში შებრუნება უნდა, მერე კი ხელჯოხს იღებს და გაზეთს და იწყებს მის ოთახში შერეკვას. თან რაღაც მუქარის ხმებს გამოსცემს. აი სწორედ ამ დროს აყენებს გრეგორს პირველ სერიოზულ ტრავმას, როცა ის ვიწრო კარში გაჭირვებით ცდილობს შესვლას და მამა უბიძგებს. ხო, ეს მამის რეაქცია განსაკუთრებით მზაფრია. თითქოს მისი გარდასახვაც ხდება პარალელურად. ნამდვილად. აი ზუსტად. ეს არის ოჯახური დინამიკის რადიკალური ცვლილების მომენტი. თავდაპირველი შფოთვა და გაურკვევლობა ელვისის სწრაფი დიცვლება ღია აგრესიით და ზიზღით, განსაკუთრებით მამის მხრიდან. ისე საინტერესოა მამის ფიგურის ტრანსფორმაცია მთელ ნაწარმოებში. თავიდან ისეთი დაღლილია, ასაკოვანი კაცია, რომელსაც საწოლიდან ადგომაც კი ეზარება. მაგრამ გრეგორის გარდასახვის მერე, როცა ისევ მუშაობას იწყებს, თითქოს ახალგაზრდავდება. იცხოვს ბანკის მსახურის უნიფორმას, მკაცრ ავტორიტარულ პოზას იჭერს. თითქოს შვილის ეს უმცეობა მას ძალას მატებს. რა ვიცი. დის გრეტეს რეაქცია თავიდან სხვანაირია. ის ერთადერთია, ვინც რაღაცნაირად ზრუნავს გრეგორზე. სწორედ ის შედის მის ოთახში. ჯერ რძეს და პურს უდგამს, რაც სხვათა შორის გრეგორს აღარ მოსწონს, მერე კი ხვდება, რომ გემოვნება შეეცვალა და მთელ ასორტიმენტს თავაზობს. დამპალ ბოსწნეულს, ძველ ყველს, ძვლელს, ცდილობს გაიგოს, რა სჭირდება მის ძმას ამ ახალ მდგომარეობაში. ოთახსაც კი ულაგებს, ისიც ფეხის წვერებზე, რომ არ შეაწუხოს. ჭინულ მექანიკურ მოვალეობად გარდაიქმნება. მერე გაღიზიანებად და ბოლოს აშკარა ზიზღადაც კი. თუ ამას უფრო ფართოდ შევხედავთ, ოჯახის წევრების რეაქციები, განსაკუთრებით ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, ძალიან ნათლად გვიჩვენებს მათ ნამდვილ პრიორიტეტებს, შიშებს და სამწუხაროდ იმასაც, თუ როგორი მყიფე შეიძლება იყოს ოჯახური კავშირები. მოვალეობის გრძნობა, ეკონომიკური სირთულეები, პირადი კომფორტის სურვილი, ეს ყველაფერი თანდეთანობით ძლევს სიყვარულს და თანაგრძნობას. გრეგორის მდგომარეობა კი სულ უფრო მძიმდება. აი ის ინციდენტი, როცა მამა ვაშლებს ესვრის და ერთი ზურგში ღრმად ეჭედება. ეს ჭრილობა აღარ ხორცდება, ვაშლი ლპება მის სხეულში და ხდება მისი ტრავმის ხილული და მუდმივი შეხსენება. ეს მის ისედაც შეზღუდულ მოძრაობას კიდევ უფრო ამცირებს. თითქმის სულ ოთახშია გამომწყვდეული. ერთადერთი კავშირი გარესამყაროსთან არის საღამოობით მისაღები ოთახის ღია კარი, საიდანაც ის ისმენს ოჯახის ჩუმ ან საქმიან საუბრებს. ისმენს, როგორ ლაპარაკობენ ფინანსურ პრობლემებზე, რომ ფული აღარ არის, რომ დედამ კერვა დაიწყო, დამსამსახური იშოვა, მამა ბანკში მუშაობს, რომ სამკაულები გაყიდეს და ბოლოს ბინის ნაწილი გააქირავეს სამდგმურზე. და ამ პერიოდში გრეგორის ჩვევებიც იცვლება, რაც მის ფსიქოლოგიურ და შეიძლება ითქვას ფიზიოლოგიურ ტრანსფორმაციაზეც მიუთითებს. თავიდან ტექსტში არის ნახსენები, რომ რაღაცნაირ სიამოვნებას პოულობდა კედლსა და ჭერზე ცოცვაში. ეს თითქოს მისი ახალი წერული ბუნების გამოხატულება იყო. მაგრამ ვაშლის ინციდენტის მერე ამასაც ვეღარ ახერხებს. მადას კარგავს, თითქმის არაფერს სჭამს, მისთვის დატოვებული საჭმელი ხელუხებელი რჩება. ოთახი სისუფთავის მიმართაც სრულ გურგრილობას იჩენს, არა და ადრე ძალიან სუფთა და მოწესრიგებული ყოფილა. და გრეტეს დამოკიდებულებაც ხომ სწორედ ამ დროს იცვლება საბოლოოდ. მისი ზრუნვა ქრება.
დიახ, გრეტეს ზრუნვა სრულ ანტიპატიაში გადადის. ის ოთახში შედის, რაც შეიძლება სწრაფად ფანჯარას აღებს, თითქოს იქაური ჰაერი აუტანელია, ნაჩქარევად ალაგებს და გადის. ზიზღი უკვე აშკარაა და სწორედ გრეტე იქნება ის, ვინც საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს გრეგორს. ის ეტყვის მამას. უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან მოვიშოროთ. ამბობს, ვცადეთ ყველაფერი, რაც ადამიანურად შესაძლებელი იყო. ვიზრუნეთ მასე, მოვითმინეთ. ვფიქრობ, ვერავინ დაგდბებს ბრალს. აი ეს ფრაზა თავიდან მოვიშორო ძალიან ნიშანდობლივია. ის აღარ ამბობს ჩემი ძმა, არამედ მასზე, იმაზე. ეს არის დეჰუმანიზაციის პროცესის კულმინაცია, რომელიც ფაქტობრივად ორივე მხრიდან მიდის. გრეგორი კარგავს ადამიანურ კავშირებს, ოჯახი კი მასში ადამიანს ვეღარ ხედავს. ის უბრალოდ ტვირთია, პრობლემაა მოსაშორებელი. ეს განაჩენი სამწუხაროდ მალევე სრულდება. კულმინაციური სცენა ერთ საღამოს ხდება, როცა მისაღებში სხედან ის სამი მდგმური. გრეტე მათთვის ვიოლინოზე უკრავს. გრეგორი თავის ბნელ ოთახში ისმის მუსიკას და რაღაც უცნაურ მიზიდულობას გრძნობს. ტექსტში წერია: ნუ თუ ცხოველი იყო, მუსიკა რომ ასე იპყრობდა. თითქოს გზა ეხსნებოდა მისკენ უცნობის აზრდოსკენ, რომლისკენაც ასე მიილტვოდა. ის ნელ-ნელა გამოდის ოთახიდან, მისაღებისკენ მიიწევს, თითქოს მოჯადუებულია მუსიკით. იმ მომენტში ოცნებობს კიდეც, როგორ ეტყოდა დას, რომ აფასებს მის დაკვრას, რომ უნდოდა კონსერვატორიაში გაეშვა. კი, ეს მუსიკის სცენა ძალიან მნიშვნელოვანია და მრავალმნიშვნელოვანი. ეს არის თითქოს უკანასკნელი გაელვება იმ ადამიანური ლტოლვის, ესთეტიკური განცდის, რომელიც გრეგორში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი. მუსიკა მასში რაღაც ღრმა ემოციებს აღძრავს, მაგრამ ეს ხანმოკლე მომენტი იმსხვრევა რეალობასთან შეჯახებისას. ერთ-ერთი მდგმური ამჩნევს გრეგორს და ზიზღით უთითებს მასზე. მდგმურები, რა თქმა უნდა, აღშფოთებას გამოთქვამენ, აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია და მეორე დღესვე მიდიან, თან ქირასაც არ გადაიხდიან. და სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ამბობს გრეტე იმ საბედისწერო სიტყვებს. დიახ. აი მდგმურების რეაქციით გამოწვეული კრიზისი ხდება ბოლო წვეთი. გრეტე მტკიცედ აცხადებს, ძვირფასო მშობლებო, ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ თქვენ ამას ვერ ხვდებით, მე ვხვდები. ამ ურჩხოულის წინაშე არ მინდა ჩემი ძმის სახელის წარმოთქმა და ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი. ჩვენ უნდა ვეცადოთ თავიდან მოვიშოროთ იგი. ის ამტკიცებს, რომ ეს არსება მათ ტანჯავს, სახლიდან აგდებს მდგმურებს და საბოლოოდ ყველას დაღუპავს. მისი სიტყვები ძალიან ცივი და გადამწყვეტია. გრეგორს ესმისეს ყველაფერი. ის ხვდება, რომ მისი არსებობა აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ის უნდა გაქრეს. ნელა დიდი წვალებით ბრუნდება თავის ოთახში. კარს უკნიდან გრეტე სწრაფად გეტავს. და იმ ღამეს, გამთენიისას, გრეგორი კვდება. ტექსტი ამას აღწერს თითქმის მშვიდად. ის ფიქრობს თავის ოჯახზე სითბოდ და სიყვარულით. თანხმდება, რომ უნდა გაქრეს და მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა სუსტად გადმოიღვარა ნესტოებიდან. მისი სიკვდილის ასეთი აღწერა თითქმის მშვიდი, შეგუებული რაღაცნაირად მკვეთრ კონტრასტშია იმ ქაოსთან და ტანჯვასთან, რაც მისმა გარდასახვამ გამოიწვია. თუმცა ოჯახის რეაქცია სიკვდილზე კიდევ უფრო, რა ვიცი, შოკის მომგვრევლია. როცა დილით დამლაგებელი ქალი პოულობს მის სხეულს და ოჯახს ეუბნება, პირველი რეაქცია შვებაა. მამა ამბობს, ახლა შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ღმერთს. დედას და დასაც სახეზე შვება ეტყობათ. გრეტე იმასაც კი ამბობს მის სხეულზე. ნახეთ, როგორი გამხდალი იყო. ამდენი ხანია, არაფერი უჭამია. არანაირი გლოვა, არანაირი ცერემონია. დამლაგებელი კი უბრალოდ იმას იღებს ოთახიდან და ისე იშორებს, თითქოს ჩვეულებრივი ნაგავი იყოს. და ოჯახი. ისინი თითქოს მომენტალურად ივიწყებენ ყველაფერს. იმავე დღეს გადაწყვეტენ, რომ უნდა დაისვენონ, ქალაქგარეთ გაისეირნონ. აცნობიერებენ, რომ სამივეს კარგი სამსახური აქვს, მომავალი პერსპექტიულია. მშობლები ამჩნევენ, როგორ გაიზარდა და გალამაზდა გრეტე ამ ბოლო თვეებში და ფიქრობენ, რომ დროა მისთვის კარგი საქმრო ეძებონ. თითქოს გრეგორის სიკვდილმა მათთვის მძიმე ტვირთი მოხსნა და ახალი იმედიანი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. კი, ეს საბოლოო სცენა მართლა შემზარავია თავისი პრაგმატიზმით და სიცივით. გრეგორის სიკვდილის საბოლოობა და ყოველგვარი რიტუალის არარსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხას მის სრულ გაუცხოებასა და დეჰუმანიზაციასა, სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.
ოჯახის ეს შვება და მომავალზე ასეთი სწრაფი გადართვა ბერ კითხვას აჩენს. ეს უბრალოდ გადარჩენის ინსტინქტია, ტვირთის მოშორებით გამოწვეული ბუნებრივი რეაქცია, თუ ეს მათი საკუთარი ტრანსფორმაციის, მათი საკუთარი მეტამორფოზის შედეგია, იქნებ გრეგორის არსებობა მათაც ამახინჯდა, მათაც ართმევდა ნორმალური ცხოვრების შანსს. და მისი სიკვდილი მათთვისაც ერთგვარი განთავისუფლება და დაბრუნებაა საზოგადოებისთვის მისაღებ კომფორტულ არსებობასთან. მაშასე ჩვენ გავიარეთ გრეგორ ზამზას ამ ტრაგიკული ისტორიის საკვანძო მომენტები ამ ამონარიდების მიხედვით. დაწყებული მისი გაუგებარი გარდასახვით, გაგრძელებული ფიზიკური და ემოციური ბრძოლით, ოჯახის რთული, ცვალებადი და საბოლოო ჯამში სასტიკი რეაქციებით, მის სრულ იზოლაციამდე და ბოლოს თითქმის შეუმჩნევლ სიკვდილამდე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის? ჩვენ შევეხეთ გაუცხოების, კომუნიკაციის კოლაფსის, ოჯახური მოვალეობისა და ტვირთის თემებს. და რაც მთავარია, დეჰუმანიზაციის, ანუ ადამიანურობის დაკარგვის ამ შემზარავ თემას, რომელიც კაფკამ ასეთი უცნაური და ამავდროულად რაღაცნაირად მტკივნეულად ნაცნობი ფორმით აღწერა. და ბოლოს, მინდა ერთი დამაფიქრებელი კითხვა დაგიტოვო. შენ, რომელიც ამ ტექსტიდან მოდის, თუმცა პირდაპირი პასუხი არ აქვს. რამდენად იყო გრეგორი უკვე შინაგანად გარდასახული? გაუცხოებული, საკუთარი ერთფეროვანი უსიხარულო ცხოვრების ტყვე, სანამ ფიზიკურად მწერად გადაიქცეოდა. იქნებ ეს გარეგნული მეტამორფოზა მხოლოდ სიმპტომი იყო იმისა, რაც მის სულში უკვე ხდებოდა. და მეორე მხრივ, როგორ ვრიაგირებთ ჩვენ, ადამიანები, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება რაღაც, ან ვიღაც გაუგებარი, მძიმე, ტვირთად ქცეული. რაღაც, რაც ჩვენს კომფორტს არ ხვევს. რას გვაუმლება ეს ნაწარმოები იდენტობის სისუსტეზე, ემპათიის საზღვრებზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც სხვასთან, უცხოსთან, განსხვავებულთან ურთიერთობას ახლავს თან. აი, ამ კითხვებზე დაფიქრება ვფიქრობ ნამდვილად ღირს.